რა აზრი აქვს დედამიწაზე ცხოვრებას? ისე უნდა გაიარო ყოფა, რომ შენ გზაზე რაღაცა დარჩეს და ამაზე კაი რა უნდა დარჩეს. თუ კი ისე გამომივა, როგორც მაგ ჩაფიქრებული. ხის გარეშე არ იცოცხლებს დედამიწა, გამორიცხულია. ქლოროფილი გვაძლევს. დაგვაქვს ქლოროფილი გვაძლევს. ჟანგბადს, მცენარეს მოუვაროთ და როგორც მოიქცევ დედამიწას, ისე მოგიქცევა შენ. მე ვარ მედია ჯაფარიძე. როგორ ხარ? როგორ ახარ? მუშაობდი სოციალურ საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლად. დღეს როლი შეგიცვალე. ეს რეპეტიციაზე უნდა გავიარე. გამარჯობათ, რა შვებით? რეპეტიცია აუცილებლად, აბა, აუცილებლად. მიერ სიტუაციაში ქიმიას ვერ ვწდებით, ორგანიზმი მიმდინარეობს ქიმიური რეაქციები. ისიც ორგანიზმია ის პაწაწუნა ქვირითი, ხო? იმ ქვირითის განვითარებას ხომ ქიმიური რეაქციები ახლავს და ქიმიური რეაქციებს რა სჭირდება? შესაბამისი ტემპერატურა. და თუ ეს შესაბამისი ტემპერატურები შეიცვლება, თავისთავად არ განვითარდება ისე, სანამ არ წარმოიქმნება ახალი შეგუება და ახალი შეგუება ეს 2 დღეში არ ხდება, ეს შეგუებები ხდება საუკუნეების განმავლობაში, ამიტომ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას თვითონ არა მარტო ბაყაყი, ზოგადად ძალიან ბევრი სახეობა. კლიმატის ელჩის პასუხისგებლობას იმას, რომ დედამიწაზე აუცილებლად ეკოლოგიური საკითხები მოსაგვარებელი არის და ჩვენც ისევე დედამიწელები ვართ, როგორც სხვა დანარჩენი. სინამდვილეში ყველანი კლიმატის ელჩები უნდა ვიყოთ და ყველა უნდა ვიყოთ ვემსახურებოთ იმას, რომ დედამიწა გადარჩეს. ესეც ძალიან დიდი თითქოს ნათქვამია ხმამაღლა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ არც ისეთი ძნელია, თუ კი ყველა მივხედავთ აი ამ ეკოლოგიურ პრობლემებს და ეკოკატასტროფებს ავიცილებთ თავიდან. ფაქტი არის, რომ კლიმატი იცვლება და ამიტომ კითხვა არის ძალიან მარტივი. კითხვა, რატომ იცვლება კლიმატი და რა ხდება? მაშინ ჯერ გავიგოთ რა არის კლიმატი, ხო? კლიმატი და ამინდი ერთი და იგივე არ არის. ამინდი არის დღესდღეიანი ამინდია, კლიმატი ის არის, რომ საქართველოში 3 წელიწადია გამუდმებით წვიმის გაზაფხულზე, ხო? ეს უკვე ამინდი არ არის, ეს არის კლიმატის ცვლილება. ის რომ ზამთარი თბილია, ხანდახან გვალვიანიც, ნალექი არ მოდის, ესეც კლიმატის ცვლილება. თემის განვითარებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის გავაკეთოთ პროექტი მოსახლეობაში მუშაობა სწორედ კლიმატური ცვლილებების ირგვლივ. გვესაუბრა, ავწეროთ რა არის კლიმატური ცვლილება, რა არის მისი გამოწვევი, რა არის გლობალური დათბობა. აი მე რო ავიღოთ, აი მაია გავაშელი, ხო? მაია გავაშელს რა შეუძლია? პლასტმასის ბოთლები არ გადაყაროს და სერვირებით ყუთებში ჩვეულებრივად როგორც იქნება, ეს უნდა გადაიყაროს და მოხდეს ისე როგორც. ნარჩენს ნუ გადაყრით, დაუშვათ და ჩაფალი მიწაში. აი ჩვენ ახლა 3 ადამიანი ვართ აქ. წელიწადში 3 ენერგი გავახაროთ. ჩავრგოთ არა რა, გავახაროთ. გაისადაც 3 გავახაროთ, ეს 6-ია. და ასე შემდეგ რომ იყო და ყველამ რო ასე გააკეთოს. ნუ ყველამ არა 50%-მა რომ ყოველ წელს ერთი ძირი ენერგი გაახაროს, უბრალოდ წარმოიდგინეთ რა მოხდება. ტყის გახარებას, ახალგაზრდა ტყის გახარებას უნდა 50 წელი. დაშვა 50 წელი, მოჭრას უნდა 10 წუთი. ეხლა ეზოში მინდა რომ გავახარო ლავანდას სულ. ყოველთვის რატომ არ გამიგდა ლავანდის გახარება და მე თვითონ იმას ვქენ. გავახდე რამოდენიმე წელი მაგ თქვენს გაჩვენებთ. ეს ჩემი ბავშვობა, ეს არის ჩემი ის ბედნიერი წლები, როცა სვანეთში ვცხოვრობდი და ხეებს ვახარებდით, თანაც როგორ მამა გვეტყოდა, აბა ვინმე წყაროს აღმოაჩენთო. წავიდოდით ჩვენს გიჟებივით ეს მეზობლის ბავშვები, იქ ნარგავები, ფიჭვნარი იყო ახალი ჩარგული და შევესეოდა ვეძებთ. ახლა სვანეთში ეს მიწისქვეშა წყლების აღმოჩენა დიდი პრობლემა არ იყო. მე იმას გაუკვალავდით ხოლმე გზას და აბა მეტი სამარწყვა ადგილებს ვინ შემოღობავდო. სინამდვილეში მამა გვაკეთებიებდა გადასარევ საქმეს, ფიჭვნარში წავდით, ხო? და იდეალურად და იმდენად ახლოს ვიყავით მცენარესთან, იმდენად გვიყვარდა. სვანეთში ვინც მიდის აუცილებლად შეამჩნიეთ, დააკვირდით, როდესაც ჩრდილოეთ ფერდობზე მუხნარია, მუხნარის ქვემოდან უშველებელი ფიჭვნარი არის, რომელიც სწორედ ჩვენი ბავშვობის დროინდელი ჩარგულია. ეს არის სასკოლო პროექტი განვახორციელეთ, ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ მანდამაინც დიდი დასასვენებელი ადგილი, როგორც ასეთი პარკი, სკვერი არ არის სოფელში და ისედაც გამწვანება ცოტაა, ხო? გვალვა, ცოტა რაღაცები გაგვიფუჭა, მაგრამ ეს შარშან და შარშან წინ უკვე
ვატყობ, რა მოიყარა რაღაცა და ძალიან გახარებულები ვარ. ყველაზე კარგად რომელმაც გაამართლა ეს არის კვიპაროსები და ამიტომ წელსაც ჩავდგეთ. ნეკერჩხალი როგორი ლამაზი ფოთოლი აქვს, შეხედეთ რა ლამაზია და საოცარი ფოთოლი აქვს და მე შემოდგომაზე საოცარ ფერებს ხებულობს. არ ვიცი, მე პრინციპში ყველა ხე მიყვარს, მაგრამ აი ნეკერჩხალზე რაღაც ამ ბოლო დროს ნეკერჩხალზე მაქვს ძალიან. რატომ ხეების დარგვა? რატომ ხეების დარგვა და ყვებით ჯაჭვი პირველი არის მცენარე და დედამიწას თუ მცენარეს მოვაშორებთ, არაფერი არ გვექნება. გლობალური დათმობა, კლიმატური ცვლილებები და ასე შემდეგ, მოკლედ, მთელი რიგი პრობლემები, ყველაფერი მოდის სწორედ მცენარების განადგურებით. ჩვენ პატარა სოფელს გვინდა რა, პატარა წვლილი შევიტანოთ, ჯერ გავაკეთო და პლუს ბავშვებს ცოდნა ქონდეთ რა. ცოდნა რომ ბევრი მცენარე დავყოთ, ბევრი მცენარე გავახაროთ. ისეთნაირად მინდა გავაკეთოთ რომ დაუშვათ მესკი ბავშვებო, აი 50 ბავშვი, ხო? 50 თუ 60 ბავშვმა რომ ყოველ წელიწადს თითო ხე დავრგოთ არა, გავახაროთ, ცოტა ხანში აქავრობა ექნება 60 ხე.